ვარ ეკახოფერია, თქვენ უყურებთ ჩემს გადაცემას, დღეს არის ოთხშაბათი. ნახეთ რა უნდა წაგიკითხოთ. გახსოვდეთ ცხოვრებაში შეიძლება ბევრჯერ მოგიხურონ ცხვირწინ კარი, ბევრჯერ გაგლანცხონ შეეცადონ თქვენს წაქცევას, დისკრედიტაციას. თუმცა ყოველთვის იპოვეთ ძალა ყოველი დარტყმის შემდეგ განაგრძოთ სვლა წინ და თქვათ მე მაინც მოვალ. 30 აგვისტოს ბათუმის კორტებზე გელოდებით ჩემს პირველ გრანდიოზულ სოლო კონცერტზე. აღლარჯვა გარდაუვალია. ანრი ჯოხაძე. მე მაინც მოვალ. აღლარჯვა არ ვიცი, მაგრამ ის რეზონანსი, რაც მოყვა ამ კონცერტს, ასეთ რეზონანსს ბევრი მომღერალი ვერ დაიკვეხნის საქართველოში, იმიტომ რომ მართლა შეიძლება ითქვას, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რამ, რაც მოხდა ზაფხულში შენს შემთხვევაში. ანრი, მართლა გულწრფელად გამიკვირდე, რომ ეს იყო პირველი სოლო კონცერტი ანრი ჯოხაძისა. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ეს ამბიციურ ადამიანად თქვენ ვარ კიდეც, მაგრამ კონცერტი ამ მასშტაბის თუ ეფექტებით პირველი იყო. ხო, აი პირველი. კაი, როგორ გაჩნდა იდეა, როგორ გადაწყვიტე, რა მოხდა? ეს წამოვიდა ჩეკინ ჯორჯიას ფარგლებში. მივიღეთ ყველა მომღერალმა, ვინც კი ვართ მოქმედი საქართველოში, რომ აი გვეთმობა სცენა, მშვენიერი შესაძლებლობა, არაჩვეულებრივი, მობრძანდით, აბა გააკეთეთ. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ. თქვენგან ეს ძალიან კარგი წინადადება იყო, იცი სახელმწიფოსგან, სულ რაღაცა ყბადაღებული თემა, სახელმწიფო არ გვეხმარება, მე საერთოდ მეცინება ამ თემაზე, რატომ უნდა დაეხმაროს შოუ ბიზნესს სახელმწიფო? ბიზნესი იმიტომ ქვია ამ შოუს, რომ ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ გაყიდვადები. ნუ რა თქმა უნდა, ავიტაცე. პირველი ვიყავი, შემიძლია დავიტრაბახო, რომ პირველი ვიყავი, ვინც გამოვეხმაურე ამ შემოთავაზებას. დაიწყე მზადება, რამდენი ხნით ადრე? 3 თვით ადრე. როდესაც გამოხვედი სცენაზე, რა გზნობა დაგეუფლა? გამოვედი უკვე თქვენს რომ დროა გასვლის და რომ გამოვედი მახსოვს, გავიხედე და არ მთავრდება ეს თავები ადამიანების. ფაქტობრივად ხმა დავკარგე იმ მომენტში, ვიგრძენი ეს ხმის იოგები როგორ შეიჭმოხნა თუ რაღაც, იმიტომ რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ხალხის მხარდაჭერა იმ მომენტში ანრის მიმართ. ჰიტების კონცერტი გამოვიდა ეკა. როცა ვიმღერე განა ყველა ქალი ხალია, იქ გადავაწოდე ასე მიკროფონი და მღერო და ხალხი ჩვეულებრივად უპრობლემოდ. კი, რა თქმა უნდა, ეს არც გამკვირვებია, იმიტომ რომ ნუ ასე ხდება, როცა იციან სიმღერა, უყვართ სიმღერა, იქ უკვე ყველაფერი ზედმეტია. აქ დავაზუსტოთ, რამდენი ნახვა აქვს ყველა ქალი ხალია? ნუ ეს ახლა ბოლო პერიოდში ხო ჩემს რეპერტუარში ყველაზე ნახვადი სიმღერა 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ეს პოპ სიმღერისთვის ძალიან ბევრია. ეს არ არის არც ფანოღი, არც ეგრეთ წოდებული ჩხინკი ბრინკი, დამახინჯებული ფოლკლორი, რასაც ძალიან დიდი გასავალი აქვს ჩვენს ბაზარზე. ეს არის ჩვეულებრივი პოპ სიმღერა. და მე მიხარია რომ ამდენი ნახვა და გამოხმაურება საესტრადო სიმღერას. შენ მიყვებოდი გურამ საღარაძეზე, რა ემოცია წამოვიდა მაყურებლისგან? მის სიცოცხლეში დავგეგმეთ, უნდა ჩაგვეწერა. მოეწონა ეს ჩემი რაღაც მე უნდა მემღერა, მასე სასწაულად წაეკითხა, როგორც ყოველთვის შანდორ პეტეფის მიყვარხარ. და 2 დღეში გარდაიცვალა ჩაწერამდე. ორმაგის შოკი იყო, რა თქმა უნდა, ჩემთვის რომ გურამ საღარაძე აღარ არის ამ ქვეყანაში და პროექტი, რომელიც ორივეს ძალიან გვინდოდა და დარჩა განუხორციელებელი და სხვათა შორის ერთადერთი ჩანაწერი მოვიძიე სუფთა სტუდიური გამოყენებისთვის რადიო არქივში, სადაც აი ეს შემთხვევით ასე მიწვეული იყო და წააკითხეს. და ეს ჩანაწერი გამომადგა შემდეგ ძალიან. მიყვარხარ ძალიან, რაც გადის დრო და ხანი მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი. შენი შავი თმის ბუჩქიებ თეთრი შუბლის სერი, თვალები კი შრისფერი, ლოყები ვარდისფერი. შენი თითები მიყვარს, სწორი პატარა თათი. ვიცი როგორ მიყვარს, ზოდნავ შეხება ცმათი. ვიცი როგორ მიყვარს, გამოუთქმელიანით. შენი გრძნობების სიღრმე სული სიმაღლეში. მე დარდიც მიყვარს შენი ღიმილიც ფართო, მე ცრემლიც მიყვარს შენი კისკისი მარტობს. გარეთ ისეთოვდა
შუქი მიყვარს შენი რა არის მისი ბასი მე ჩრდილიც მიყვარს შენი მზის დაბნელების მსგავსი მიყვარ ხარ ძლიერ წვარ შენი ტრფობის ალი მიყვარ ხარ ძლიერ შენ ქონდა დუეტები ნუ ეს ძალიან კარგი შტრიხი არის კონცერტისთვის, მე უფრო სოლო კონცერტისთვის. როგორ მიიღო ეს დუეტები მაყურებელმა? არაჩვეულებრივად. პირველი დუეტი, რაც შევასრულე და იყო ყველასთვის მოულოდნელი, იყო ვერიკო ტურაშვილთან. მიმღერეთ მარინა ლეკიშვილის რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს და ყველა მიცის რომ ამ სიმღერაზე მე ვერიკოს გადავუღე ვიდეო რგოლი, სადაც მონაწილეობენ ჩვენი ქვეყნის თავარი ლეგენდები შეიძლება ითქვას მათ ზევით აღარ არსებობს არავინ გამადროდა მოვუხვებით შვილებს რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს დაიცოდე მე ყვარებისე ყოველთვის იყო საოცარი მომენტი რომ ჩვენ ისევ ერთად ვიყავით დაუბრუნდით შევრიგდით ცოტა ჩვენი ისტორიაც მოვყევი მაგრამ რაც თავარია ის დაბრუნება იყო ასეთი წელგამართული და ჩვენ ძალიან ადვილად დიდი სიყვარულით შევხედეთ ისევ თვალებში როგორც დიდმა მეგობრებმა ასევე როგორც ვიცი შენ თვითონ მიყავდა ანუ შენ ყვებოდი ხო სიმღერებს შორის რაღაც ამბებს საერთოდ რომ მეკითხებოდნენ წამყვანი ხოს ვერ ხვდებოდი რა მინდა წამყვანი იმიტომ კი რომ ვინმეს ვერჩი არ მჭირდება როდესაც შეგიძლიათ საუბარი და კონცერტი არის შენი აწყობილი, შენი დაგეგმილი და შენი ისტორია, ამას ვერც ერთი წამყვანი ვერ გადმოსცემს, ისე როგორც შენ ქსიამოვნებს და გინდა რომ გაიგოს მაყურებელმა და მსმენელმა, ხო? სალომე ჭაჭუას ჩართვაც არ იყო ცუდი იდეა. ეს ერთ-ერთი ეფექტურია. დიდი გამარჯვება ჩემი პროდიუსერული ნიჭის, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა ლიბერტანგოს შესრულება. ანუ პირველი ვინც გამახსენდა, რა თქმა უნდა, ცეკვავენ ვარსკვლავებიდან. სხვას ვის უნდა დაუძახო? ნუ სალომე ჭაჭუა, ეგრევე ვთქვი, რატი გაჩეჩელაძე, გიორგი ჩინჩალაძე, ამ სამმა უნდა იცეკვონ ტანგო. და უთხარი რომ ეს იქნება ნომერი, სადაც დარბაზი დაინგრევა. საოცრება იყო. რომ შენი და მღერის ეს იცის ყველა, თქვენ გამოходით ერთად. იცი რა არის ეკა, არ მახასიათებს, აი იმიტომ რომ ოჯახში ხა დედა კომპოზიტორი, სამივე და-ძმა, ვოკალისტები და ეხა ყველა უნდა სცენაზე ავხტეთ.
ეს არ მიყვარს, მე არ მსიამოვნებს. ჩვენ ვიმღერეთ ვაჟა აზარაშვილის გზები, რომელსაც გენიალური ნანი ბრეგვაძე ასრულებდა თავის დროზე. ეს არის ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა. ჩემი საზომი არის ჩემი ოჯახი, ჩემი დასაყრდენი. მე ეს გამოვიტანე და ვაჩვენე. ჩემი გულის ძახილი 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 ახლა მამბო ის მზის შასვლა ჩემი ძმის ისტორია. ეს ყოფილა რაღაც ფენომენალური ხმა, მითხარი. ნუ ესეც ხა ჩემი ძმა ოპერის მომღერალი გახლავთ. გვერდით დამიდგა. თქვი კიდეც სანამ მას წარვადგენდი რომ შემიძლიათ ამომად განვაცხადო რომ კონცერტი არაფორმალურად დამთავრებულია. ის გამოვიდა და ნამდვილად დაამთავრა. მე სამღერი აღარ დამიტოვა და მე ვიყავი ბედნიერი. აქ არის ჩემი მთაწმინდა აქ დგას დედა ქართლისა შალეთ შემოდგბილო სიმღერა სიყვარული გული არითრება ჩემი ნაცნობი ქუჩები ისევ მელია ზვიმის სვეტები ღამეში შუმად მღერია ეს ყველაფერი დედის დამსახურება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დედის დამსახურება. ანდრე, ეს როგორ იყო პატარები? რამდენია სხვაობა?
და არის უფროსი რამდენიმე წლით და ჩემსა და ჩემ ძმას შორის წელიწადიც არ არის სხვაობა. სხვათა შორის 3 დღე გვაშორებს წელიწადს და აი 3 დღე ვართ ტოლები ხოლმე. ის ახლა 3 ნოემბერს გახდება 35 წლის და 6 ნოემბრამდე ვართ ორივე თანატოლებს გადავთ ხოლმე. რა თქმა უნდა დედის დამსახურება ეკა ეს ყველაფერი დედამ შექმნა, დედამ შთაგვაგონა, დედამ გააკეთა, სხვამ არავინ. აი როგორ? და ეს როიალზე ვეყარეთ, ის უკრავდა და ეს იყო საოცარი ჯადოსნური მუსიკალური სამყარო ოჯახში. ამ ოჯახში ყველას უხაროდა მოსვლა და ბედნიერდებოდნენ და ეს იყო დედის დამსახურება. დღესაც ასეა. რამიჯერ ვინც იცნობს დედაჩემს, ჩვენზე მეტად უყვარს. დედა იყო ალბათ ოზომოდ ბედნიერი. ნუ ოზომოდ ბედნიერი, ბოლოს უთხარი რომ ეს ყველაფერი მას ეძღვნებოდა, იმიტომ რომ მან დაიმსახურა. იმიტომ რომ ხანდახან ვერ ვარ ხოლმე კარგი შვილი და ნუ ამით რაღაცა ვცდილობ რომ გამოვისყიდო. მე ძალიან მომეწონა შენი კოსტიუმი. კოსტიუმები ლაშა ჯოხაძეს მინდა აქ ცხოთში ძალიან ჯოხაძეს კლანური იყო რაჭველები მე მგონი მეგრელებზე უფრო მეტად ვარ შეკრულები არ ვიცი წაგიკამათები მაგრამ ამ შემთხვევაში ამ კონცერტის შემთხვევაში გეთანხმები ლაშა ჯოხაძემ ძალიან დამეხმარა ყველა კოსტიუმი მან აწყო სხვა შორის გოგოების უმრავლესობაც მან შემოსა რა ვიცი ესე ბედნიერად ეს იყო გენერალური რეპეტიცია მე ასე ვფიქრობ თბილისამდე ალბათ წინ რაღაცა მოდის. კი, აუცილებლად. შეუძლებელია. იცი რა არის, მე კონცერტი რომ დამთავრდა, ნუ მეორე დღეს დავიწყე უკვე Facebook-ში ჩიჩქნა. იმხელა გამოხმაურება იყო და ყველა წერდა რომ თბილისში როდის ჩაატარებდა, თბილისში გააკეთე და მართლა ვიგრძენი რომ უნდათ. ძალიან მალე თბილისში ჩატარდება ეს კონცერტი, ბევრად უკვე დახვეწილ ფორმებში, იმიტომ რომ შენახსენე გენერალური რეპეტიცია მართლა ასე იყო. მობრძანდი დილა მშვიდობისა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ოჯახში. საინტერესოა ხო დილა ცოტა მოსაწყენად იწყება ჩემთვის, მაგრამ დღის მანძილზე მე მთელი ფეერვერკები ხდება ჩემს ცხოვრებაში. ვიღვიძებ გვიან, იმიტომ რომ როგორც იტყვენ რაღაცა ღამის მუშაობას ვარ მიჩვეული. დღისით ფაქტობრივად არც მაქვს ამის დრო, დავჯდე ჩემი საქმე ვაკეთო. ვინმე თუ არის, ვისაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ოჯახში რომ ყავა გამიკეთოს. მადლობა ყავა. აი ხარ, დილა იწყება, ნუ მეც მოწამლული ვარ ასე სოციალური ქსელებით და გარკვეულ რაღაც ინფორმაციას მეც ვიღებ როგორც ჩვენი თანამემამულენი. აი ესე ჩამითრევს მთვარე სასწორში ვერ წყვდები სოციალურ ქსელს, მაგრამ ეხლა მე უნდა გაჩვენოთ თქვენ ჩემი კონცერტის ვიდეო მასალის გაშიფრვას ვაპირებ და ცალ-თვალით შემოგაჭყიტებთ. საერთოდ მუსიკასთან ერთად, ნუ ძირითადად მე ვაკეთებ ხოლმე ყველაფერს, ამ შემთხვევაშიც ვიდეო მასალას მე ვშიფრავ. აი ესე ზღვა მასალაა. ამის გაშიფრვა სავარაუდოდ 1-3 თვე დაჭირდება და დამზადებას მინიმუმ. ეს არის გახსნის სიმღერა, ასე დაიწყო კონცერტი. მოვალ აკითებს მოგელანდები ზოგადად ყველაფერი რაც ჩანს ესე ლამაზად, აფჭყვალებული, მთელი პომპეზურობით ამის მიღმა ძალიან დიდი შრომაა და ყველას გონია სიმღერა რაღაც გართობაც ეკვათამაში. ეს საბოლოო ჯამშია ასეთი მიმართულებით ჩვენი საქმე, თორე ამას ძალიან დიდი შრომა ჭირდება იმისათვის, რომ ხარისხი მიიღო. Shame is
მივეკუთვნები იმ არტისტებს, რომლებიც საკუთარ საქმეს ნაკლებად ანდობენ სხვებს, იმიტომ რომ როცა სხვებს მივანდე, მაშინ ყველაზე მეტად ვიგრძენი ღალატიც, დარტყმაც, საქმის გაფუჭება და ბოლოს გადავწყვიტე, რომ თითქმის ყველაფერი მე უნდა ვაკეთო. ისე როგორც მე მინდა რომ მიცნობდეს მაყურებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის პირველი სოლო კონცერტია დღეს. არანორმალურად ვღელავ. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში არაერთი სოფლიო რანგის ვარსკვლავი გვესტუმრა და თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთმა სოფლიო ვარსკვლავმა მე პირადად ვერ გამაგვირვა. რა თქმა უნდა, მე მაინც პატრიოტი ბიჭი ვარ. ეს ძალიან საინტერესო ეპიზოდია კონცერტში. სკანდალებზეა ხოლმე საუბარი. ეს რობი ვილიამსია 2016-ში. ეს ანრია 2006-ში. ალო. ანდრი გამარჯობა, სათხარ ამდენი გეოდები გამოდი რა უკვე. კარგი გამოვალ მე ხომ. გეოდები ხარაბია. მივატოვებ ჩემს საქმეს. დილაც დასრულდა, იმიტომ რომ დაიწყო უკვე. ხანდახან აი მავიწყდება იმდენი საქმე მაქვს ხოლმე დღის მანძილზე და აი ესე თუ არ შემახსენებენ, შეიძლება გამიტაცოს აი ამ მონტაჟმა, მუსიკის კეთებამ და მე გადამგდები გამოვდივარ და მე ხლა გამოვიცვლი, უნდა თქვენ დარჩით მათ. ანრი მიმდენი ისაუბრა თავის მეგობრებზე და მეგობრებმა თავის ანრიზე და ნუ თქვა რომ მართლაც შეუძლებელი იყო მისი ამ კონცერტის მოწყობა ძალიან ბევრი სხვა მეგობრის გარეშე. ეს ძალიან კარგად ჩანდა სოციალურ ქსელშიც, იმიტომ რომ მე მგონი კონცერტის მიმდინარეობისას, მისი დასრულებისას ჩანდა ეს გულწრფელი სიამაყე, სიხარული აი იმ ადამიანებისა, რომლებსაც ახლა თქვენ კადრში ხედავთ, რომელსაც ძალიან უხაროდათ ეს ამბავი. მე მინდა რომ პირველმა შტაბ-ჭრილებები გაგიზიაროთ დალი ჩიტალაძემ, რომლის ნახვა მე ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ დალის ძალიან მძიმე ზაფხული ჰქონდა, არაჩვეულებრივი ადამიანი მისი და გარდაიცვალა და ალბათ რომ არა ანრი ის ძალიან დიდი ხანი არც გამოჩნდებოდა არც ტელეეკრანებზე და არც კონცერტზე და არც არსად. დალი, ამიტომ მინდა რომ რაღაცნაირად შენ მოყვე შენი მეგობარი ანრის შესახებ. კი, ნამდვილად სწორი ხარ, იმიტომ რომ ანრი რო არა, ალბათ არ ვიცი, აი ვიჯექით კონცერტზე აი ეკა გვერდზე მეჯდა და ძალიან კრისტი და აი ესეთი ენერგეტიკა იყო, რომ აი ადამიანი მკვდარიც გაცოცხლდებოდა, თქო ვიძახი, იმიტომ რომ თან ენერგეტიკა ხო იყო სასწაული. სასწაული. და მერე კიდე, იცი რა იყო, უშუალო იყო. აბსოლუტური შეგრძნება მქონდა, რომ ვიყავით სახლში რაღაცა და ეხლა ცოტა ხანში კრისტი მეუბნება და ეხლა ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეხლა დაიყვირებსო, დალი შუშე მოიტანეთ. კრისტი, მე მინდა რომ შენ გაიხსენო, აი შენ რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად აი კონცერტიდან? რო დამთავრდა შევედი და პირველი ის თქვი რომ ეს აუცილებლად უნდა გავიმეოროთ ანუ თბილისში კი ის მომეწონა რომ იყო ძალიან თბილი ატმოსფერო როგორც დალიმაღრიშნა იყო ძალიან ისეთი ოჯახური ის რომ მისი ოჯახი როგორ უყვარს და მისი მეგობრები და ეს ყველა რო გააერთიანა ძალიან ლამაზად იყო ყველაფერი რა ვიცი ულოცავ და ძალიან მიხარია ნინი როგორ ფიქრობ აი თუნდაც აი ამ კონცერტებმა ცოტათი შეუწყო ხელი აი ამ გამოცოცხლებას რაღაც ახალ თუნდაც სტიმულს ვიღაცის რო აი
მეც მინდა გავაკეთო. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ისეთი კონცერტი იყო, რომ დარწმუნებული ვარ, ვინც იყო, ვინც მონაწილეობდით, არ მონაწილეობდა, უყურა, ვინც უყურებს, აუცილებლად ყველას გაუჩნდება სურვილი, რომ გააკეთოს თავისი სოლო კონცერტი, იმიტომ რომ რაღაცა ყველა ისეთ მოშვებული იყო. ნუ არიან ანრი არასდროს არ არის მოშვებული, არც მე ვცდილობ პროდუქტიული, ოღონდ ნამდვილად, მაგრამ არის ჩვენთვის ნამდვილად იყო ეს სტიმული, რომ ჩვენც გავაკეთოთ რაღაცა მაგარი სოლო კონცერტი და ნუ კონცერტი იყო რაღაც საოცარი, დიდი ხანია ასეთი მაგარი კონცერტი არ მინახავს და არ მომისმენი. რატო არ პასუხობ მესიჯზე? რამქნა ტელეფონი გარდაიცვალა. აბსოლუტურად გამოვიწერე ახალი, იმიტომ რომ არ არსებობს სხვა გამოსავალი. გაუცვლელი რო იყო, მაშინ ხო ვიღებ ნინი ბადურაშვილის კლიპს და დავპირდი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი უნდა იყოს ჩემთვისაც და მისთვის ხომ რა ვიცი, თუ გამოვიდა კარგი ამბავია. როგორი გამოვა? სურეალისტური ვიდეო რგოლი. მთელი პრობლემა მერე იქნება ამ ნივთების უკუღმა დატრიალება, რაც პრობლემა იქნება ჩემთვის. მე მგონი ასეთ სირთულის კლიპსი არ მიმუშავია. დამანებე თავი ბადურ. აი ჩვენს ხმებს ეხა ჭირდება ნაყინი. ნუ არა უშავს, მაინც ქარში დგახარ და ხარემ წამო. მე ვეღარ ვერები ამ ნაყინს. მე მოვედი. წავედი მე ახლა მივდივარ იმედში. ხო. შეხვედრაზე საღამოს გელოდები დალი შუფართის ვაწყობთ ჩემთან. ამან? წავედი. და მოვედი ტელეკომპანია იმედში, რეჟისორთან მაქვს შეხვედრა. არც კი ვიცი რა ხდება. სად არის ხალხი? ადამიანებო. როგორ ხარ? სა, მორჩა, კარგად იყავი. ვერიკო, აი განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ანდრიმ თქვენს დუეტს. მისთვის იყო ძალიან სასიამოვნო და ძალიან ისეთ საამაყო. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ დავუშვათ იგივე ყვითელი პრესა წერდა რაღაც თქვენ შორის უთანხმოებაზე და მორჩა ეს ამბავი მე როგორც მივხვდი და შეერიგდი. მეც როგორც მივხვდი. გადაამოწმა მაინც ანდრის. იცი რა, არც დაწყებულა პრინციპში არაფერი, ეს რაღაცა ხო რაღაც იყო ჩვენ შორის რაღაც გაუგებრობა, ალბათ ესე შემიძლია დავარქვა და არც დაწყებულა პრინციპში და არც არაფერი არ გვილაპარაკია არაფერზე, რაღაცა ბუნებრივად თავისთავად გავაგრძელეთ ერთმანეთის სიყვარული და ერთმანეთს ისიც უთხარით, რომ არც არაფერი არ შეცვლილა მაშინ, როდესაც ერთად არ ვიყავით. რა მოგეწონა შენ, აი როგორც პროფესიონალს, აი რას გაუსვამდი ხას ბათუმის კონცერტის კუთხით? პირველ რიგში ალბათ ის რომ იყო ძალიან კარგი ხარისხის კონცერტი. ჩვენ ახლა ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ანრი არის ძალიან კარგი მომღერალი, პროფესიონალი. და აღვნიშნო პირველ რიგში ის, რომ ანრი არ არის მარტო ვოკალისტი და მომღერალი, ანრი აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, არანჟიდან დაწყებული კლიპის გადაღება, მონტაჟი, ყველაფერს ჩაწერა და ასე შემდეგ. რითი ვიღა ვიცით გაოცებული რომ 2 საათის განმავლობაში ამ ადამიანმა შეძლო ისეთი რთული სიმღერების სიმღერა, რომ აი უბრალოდ გაოცებული ვიდექი და ვუყურებდი რამხელა შესაძლებლობა აქვს მის აი ვოკალს და იოგებს და აი თეთრი შურით შემშურდა რომ როგორ თუ სიმღერებს ასე მარტივად მღერის, იმიტომ ეს ნამდვილად არ არის მარტივი. ეს არის ძალიან რთული. მე ძალიან მაინტერესებს ეკა კახიანის შეფასება, ეკაც ნახე კადრებში. ეკა, აბა თქვი ახლა შენი სიტყვა. მე პირველ რიგში მინდა მიულოცო ანდრის. ეს არის ძალიან დიდი წარმატება, იმიტომ რომ ამდენი წელია შენ სცენაზე დგახარ და ეს რაღაცა ერთგვარი რეზიუმე იყო, ხო? მისი ამდენი წლის შემოქმედების. ბედნიერი ადამიანია, ეს არის სახალხო მომღერალი, იმიტომ რომ ყველა ასაკის ადამიანისთვის უსაყვარლესია მომღერალია. ყველა მისი სიმღერა ჰიტია, იმიტომ რომ წარმოუდგენელია სცენაზე იდგა ადამიანი, შეასრულა არ ვიცი რამდენი სიმღერა.
22 სიმღერა და 22-ვე ხიტი. მომღერალი, რომელიც სცენაზე დგას, თავის დაწერილ სიმღერას, ტექსტი, სიმღერა, გადაღებული თავისი კლიპები გადიოდა სცენაზე. ყველა სიმღერა მისი გაორკესტრებული, არანჟირებული იყო. არ ვიცი, კონცეფცია, დრამატურგია, ყველაფერი იყო მისი. რაღაცა უნიკალური ადამიანია, მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია. მე ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ნინის და ანდრის მართლა ყველა დუეტი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ის დუეტი, რომელიც შეასრულეს, მე ძალიან მომწონს. სასწაული პიკი და რა. დუეტი სხვათა შორის მე და ნინიმ რაც ვიმღერეთ, ეკას ატეხილები ვიყავით, იმიტომ რომ ეკა ეუბნებოდა ნინის, რომ ეს სიმღერა უნდა იმღეროს, სხვათა შორის. გოგი ცაბაძის არაჩვეულებრივი სიმღერა, რომელსაც ქალბატონი ნანი ბრეგვაძე ასრულებდა წლების წინ, მე პატარა ვიყავი და ძალიან მომწონდა ეს სიმღერა. შეიძლება ჟანრობრივად რაღაცა ნინის სამღერი არის, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს რაღაცა საინტერესო იქნება ახალი ვერსიით და ჟანრიც ისე გავაკეთეთ, რომ ფორმა მიეცა. მაგდა, იცი როგორი რაღაცა თქვა ანრიმ, რომ მოკლედ მე არ მინდაო ჩემი ოჯახის წევრები ზედმეტად აი მოვახვიო თავს აი მაყურებელს, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ აი რაღაცა ეს თავმდაბლობა თქვენთან მიმართებაში აქვთ. მე მინდა რომ შენ პირიქით ეს თავმდაბლობა გადადო და აი მოყვე თქვენს დუეტზე, მოყვე ანრიზე, აი ყველაზე მეტად ალბათ ახლობელი ადამიანი, ოჯახის წევრი ღელავს, როდესაც ასეთი კონცერტი იგეგმება. ალბათ ღელვა იყო თქვენი მხრიდანაც. რა თქმა უნდა, ღელვა იყო. თან მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული კონცერტის ორგანიზებაში. ეს ჩვენი დუეტიც ესე ექსპრომტად მოხდა. ჩვენმა მეგობარმა კაკიმ. რაღაც სიმღერის შერჩევის მომენტი რომ დადგა, რომ რა უნდა გვემღერა. მან ჩაგვაწოდა იდეა. თქვენ რო გენახათ იქ რო ყოფილიყავით, რომ რუსიკო როგორი იჯდა იქ. ეკა იყო ეს იყო, აი არ ვიცი, ეხა ხო დედა ხარ და მეც დედა ვარ და შენი შვილი, აი სახე, აი თეთრი შურით რო შეგშურდება, რომ ისეთი ბედნიერი იჯდა, მით უმეტეს, მე ეს ისეთი შოკი იყო. ჯერ ხო მაგდა რო გამოვიდა ხა სცენაზე, ბევრს ხო არ უნახია მაგდა და ანრი ერთად სცენაზე. ეს ისეთი სანახავი იყო. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი კაბა ეცვალა აშა ჯოხაძის. მე ვტიროდი მაგალითად, რომ ეს თავის დასანდაც მასთან ეს ბედნიერება იყო, რომ ის ერთად მღეროდნენ. ეს მისი სულიერი სიახლოვე დის და ძმას შორის და ეს რაღაცა, ეს რო განიცადეს სცენაზე, ეს მე ვიცი რას ნიშნავს. როდესაც უკვე შენი კონცერტია, იქ მარტო კარგი სიმღერა და მაგარი ვოკალური შესაძლებლობები თითქოს დაარკმარა, კიდე მეც სითხოს, კიდე მეტად უნდა შენს ტერიტორიაზე გადმოსვლა მაყურებელს და მე მაქსიმალურად გადმოვიყვანე. როცა ვიმღერე ის ჩემი ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა უფლება არ მაქვს შენთან მოვიდე, იმ მომენტში გამახსენდა, როგორ დავწერე 16 წლის ასაკში, უფრო პატარა, კიდეც 15-ის ვიყავი. და გამახსენდა, როგორ შეიქმნა და იყო ასეთი ისტორია, რომ შემიყვარდა ერთი ძალიან კარგი გოგონა და მოვყევი რომ ვიყავი ძალიან გამხდარი, ფაქტობრივად ძალიან უშნო ბიჭი, არამოდური, არანაირ სტანდარტში რო არ ჯდები, აი არაფერში რო არ წერი ხარ და რა თქმა უნდა უყურადღებოთ ეს ყველაფერი და ეს მე დურაკივით მიყვარდა. და მე ისიც გავიხსენე რომ მე ისეთი ბედი აღმომაჩნდა ბოლოს ამ გოგონას ქორწილში ვიმღერებ.
ხო ას მართლა ასე იყო. და მე ვამბობ რომ აი ყველაფრის მიღმა რასაც ხშირად ხედავთ ხოლმე ეკრანზე დგას მართლა უმაღლესი დონის პროფესიონალი და რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს ეს არის ადამიანი ორკესტრი. მოკლედ მოდით ბუჩქი მოკლედ მე მინდა ვთქვა დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს დიდი მადლობა ეკა პირიქით და მიყვარხართ გელით ყველას თბილისში მოსულხარ აჩა როგორ უნდა დაგიძახო ვერ მივხვდი Quincy Jackson თუ პირიქით Michael Jones Привет გამარჯობა ერიკოც მოვიდა როგორ ახართ ვაი და არ დამიდნენ ეს შუები ანრი დალიშუ ანრი შუები მოდის ანრი ჯერ შუშე მოდის მერე დალი აი მე ჩემი ოქროს და ბრილიანტის ну ისე შევპირდი ისე კარგად იმღერა რომ უთხარი რომ აი ახლა ნამდვილად იმსახურებ შუს თქო აი შუები რუსიკო შეგხვდება შუ იმიტომ რომ შენამდე არასოდეს არ მოსულა ვიცი დღემდე იმ ემოციებით ვცხოვრობ იმიტომ რომ მე ჩემი რაღაცა აი რაღაც ტრაგედიების მერე ჩემთვის ეს კონცერტი იყო სიცოცხლესთან ისევ კავშირი. მე რო პირველად დამირეკა ანრი, რა თქმა უნდა ჭაჭკა როგორ ხარ ჭაჭკას მეძახით. და ნუ სოლო კონცერტი მაქვს, მინდა რომ ძალიან იცეკვათო. ანრის რჩევებით გავითვალისწინეთ, როგორი უნდა და რა სტილის დადგმა უნდა და იქიდან გამომდინარე გავაკეთეთ. ოღონდ სცენაზე რო გავედით, აი ცოტა შოკი მივიღეთ, იმიტომ რომ აი გადაჭედილი. მე პირველად გამოვით თქვენი არ ვიცი ამ ხელა აუდიტორიის წინაშე, აი ყველაზე მაგარი გზნობა იყო და ნუ აი ანრი ხო საოცრება საერთოდ აი საბიური აი ეს გაუცებლებელს ვეთ რა ხმა აქვს პროსტა პირველი რაც გამახსენდა და რაც ანრი მითხრა იყო ცოტათი ადრე რომ ეს და ესე ვაპირებო ბალერინაო მეძახის მოდის და ბალერინა დედიო იტოქში ვაპირებ კონცერტის გაკეთებასო და მინდა რომ იცეკვო მეთქი კაი არა პრობლემა მეთქი როცა იქნება გამაგებინა აღლარჯულ და სექსუალური ცეკვა მინდა დედიო ესე გამიგეცი და რა ლამაზი იყო შენი და ბიჭო ბაი ნუ მინიზე ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები როდესაც იკრიბება ამ ოჯახში იქ მიდის შემოქმედებითი წვა ამას არ შეუძლია თუ მეგობრებს არ გაუზიარა თუ არავინ არა დარეკავს შეყრის ყველას ვენაცვალე აი ესეთია ნუ ჩემი სტილი ჩემი შვილი სულ მგავს კოპიო დარგი ხასიათითაც ეხლა მithumedes რომ ამ ხელა დიდი იმის წინაშე იდგა და ეს უნდა გამოსულიყო როგორ გამოვიდა და მარტო იაკე ხო არ არის დადგებოდა არა უნდა შეიკრიბა თავისი მეგობრები ეკოზიაზმი იაკე აბარა და იცი რა არის მთავარი მე შევნიშნე მის მეგობრების თვალებში დიდი სიყვარული ანრისადმი მე და ანრი არც ბავშვობაში ვკამათობდით არც ეხლა და მე მგონი არც ვიკამათებთ არასდროს იმიტომ რომ ჩვენ არ ვკამათობთ ხო არ ვკამათობთ ანრი ჩემთვის არის რაც მამა გარდაიცვალა მამაც მეგობარიც ძმაც ყველაფერი ცხოვრებაში არ მეშინია იმიტომ რომ მყავს ანრი და ასეთი ოჯახი შენს მოსვლას გაუმარჯოს ჯობს გვიან ვიდრეა სადიყავი აქ მე ხო მაგ დროს მოვდივარ ხოლმე როცა ყველაფერი თავდება და სცენაზეც ეგრე შემოყვედი აღყავდი ნანახი და პირდაპირ გუეჩი უკან დაგინახე რომ მოყვე მინდა რომ მოყვე ის ისტორია რითიც ზოგადად მოგინდა რომ ეს სიმღერა გაგეკეთებინა. ესე იგი მირეკავს ანრი და მეუბნება რომ მოკლედ ჩემს სოლო კონცერტზე რომ მინდა რომ გამოხვიდეო და მინდა რომ იმღერო ის სიმღერაო რომელიც ახლა მე მოვიფიქრეო და მეთქი აი რაღაცა მეტყვის რომ აი სიმღერა დავწერე ან რაღაც ძალიან მაგარი იდეები მაქვს და მოდი ან ერთად დავწეროთ რაღაც არავითარ შემთხვევაშიო შენ უნდა გამოხვიდე და იმღერო Beyoncé's Naughty Girl მე მღერი ვარ ჯანაიასო. ხა უსმოთ ფიქრობ რომ ეს ავათხوار სად Naughty Girl და სად ჯანაია. და სად ამ დროს აღმოჩნდა რომ ერთია. და მივედი და მართლა აი ეს სიმღერა ისეთი შერწყმა გააკეთა ამ ორი სიმღერის რომ გამოვიდა ერთი მთლიანი.
ეს არის ოთახი, სადაც შეუძლიათ გამომიჭირონ ნებისმიერ დროს. კი, აი ტელეფონს რო არიღებს და რო გაწამებს, ნერვებს რო გიშლის, აი ძალიან ცუდად რო იქცევა და ეს იცის. ნუ ხანდახან ხო არის რომ მინდა რომ გავიქცე ყველაფრისგან და არა, უბრალოდ აი ესე უდევს ხოლმე ტელეფონი და ხედავს ზარს თავს ზარს. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თუ ესეთი შემთხვევა მობრძანდეთ აი ამ ოთახში და პირდაპირ ოთახში დაადგეთ, იმიტომ რომ ყველა ვარიანტი აქ იჭერს. კი არ ზარმაცობს, უბრალოდ აი ბოლო წამს, აი გაფრენის წინაც ხო ჩაგვიწერია რაღაც. ვერიკოს სიმღერა რო ჩამწერე და ეგ მოუყევი ხო ისე. ეგ ძალიან სასაცილო ისტორია დაგვირეკეს თურქმენეთიდან რომ არის 15 ქვეყნის პრეზიდენტის შეკრება, რაღაც სამიტია და მე და ბადადო ვართ დაპატიჟებულები უნდა ვიმღეროთ. პირდაპირ იყო მოთხოვნა რომ რამეო ისეთი სიმღერა უნდა შეასრულოთ, რომელიც ნუ აუცილებლად ქართული და ცოტა რაღაცა აი არა, აი ცოტა რაღაცა ეროვნულ მოტივებზე რო იყოს. ახლა გადავხედეთ ერთმანეთს, არც ამას აქვს მაგ მიმართულების სიმღერა და არც მე აღმომაჩნდა ზიბა და მოდი მეთქი ვერიკოს სიმღერა წავიღოთ, მე რომ გავუკეთე, ანუ ეს რა კარგი ხარს პონტი იყო. და უძება მე ვერიკო რას იტყვის? ვერიკო რას გაიგებს მეთქი? ერთხელ ვიმღერებდი. გავაკეთეთ სხვათა შორის ჩავედით ვიმღერებთ. ოღონდ უკაცრავად. ფრენა იყო 6 საათზე და 2-ზე აი აქ ვიდექი და ბეკებს ვწერდი. ნუ ვერიკოც ჩვენთან ერთად იყო. ვერიკო ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და მე მინდა ერთი კიდე გაგიმხილო ძალიან ესეთი საიდუმლო რომ მე ისრაელში შემასრულებდი. რა ვიმღეროთ ბავშვები? ისე ვეგვიმღეროთ, რასაც ყველ გამღერით. ექსპლუატაცია. რასაც ყველ გამღერით. ესე ვერიკოს, ვერიკოს ექსპლუატაცია. მოდი ახლოს მომიჯეკ დავიმშვენე მხარია როგორ არის მე? რა კარგი ხარ, რა კარგი შუშარა დამჩებარე როცა მოგყვეთ სვანე ზეგვადა დამერფარე ამ სიმღერით მივდივართ თურქმენეთში მოდივარ ჩემი გადაცემის სტუმარი არის Instagram ვარსკვლავი. 21 საუკუნეში ეს ადამიანები არიან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანები და მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრისათვის ძალიან ნაცნობ სახელს და გვარს ვიტყვი. მაშას ეკახოფერიას ток-შოუში მიმი შელია. მე უბრალოდ ვეტყვი ჩვენს მაყურებელს რომ მიმის რასაკვირველია ძალიან კარგად ესმის ქართული, საუბრობს კიდევაც, მაგრამ აი მაინც ერიდება და ამიტომ გთხოვა რომ საუბარი წარიმართოს რუსულად, რაზეც ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს და კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. მიმი ძალიან დიდი მადლობა მართლა. მადლობა თქვენ. მოდი პირველი კითხვა, რამდენი გამომწერი ყავს? 351 тысяч. პირველი დღე, როდესაც შენ დადე ფოტო Instagram-ზე და აი როგორ წამოვიდა ეს პოპულარობა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? Началось это всё так, что დავიწყე სურათების დადება და თავიდან მეგონა რომ Instagram-ი იყო რაღაც фильтр для фотографий. Потом одна из моих подруг говорит, это не фильтры для фотографий, это просто вот новая соцсеть, которая делаешь так, что выставляешь фотографию, на тебя смотрят люди со всех стран, со всего мира, и начинается как-то распространяться по всему миру, и приходят лайки и так далее. И потом я поняла, что уже нужно выставлять красивые фотографии, чтобы люди видели. Арц модели იყავი, არც ცნობილი იყავი. სტუდენტი იყავი, როცა პირველად რამდენი წლის იყავი? 19 წლის. Აი მე როგორ წამოვიდა ეს? Странно это все произошло. Это произошло, можно сказать так, сразу.
стала выставлять регулярно фотографии. Опять же, вы знаете, что Инстаграм, когда ты куда-то летаешь, чеки, неби, красивые места, и люди стали на это обращать внимание. То есть вот, девушка, вроде ничего такая, стала выставлять фотографии. И вы знаете, очень большое внимание люди обращают на то, как ты снимаешь фотографию, где ты снимаешь, насколько это красивая фотография. И также снимала, конечно, моя мама, это когда не селфи уже. Вот. И они сильно обращали внимание на то, где, как, красиво, некрасиво. Можно сказать, Инстаграм я стала вести по какой-то методике моей мамы. Она говорит, почему ты выставляешь все время лицо? Нужно там красивый вид, там что-то еще с ними. То есть я, можно сказать, ее послушала. Маме 41. Я помню, как сейчас первое мое предложение в Инстаграме, это было... То есть, ой, Мими, здравствуйте, вы грузинка, вы такая красивая, рагаться, как сказала, белые волосы. Для грузинки это было что-то новое, еще в 19 лет. Нет, натурально у меня сейчас, тогда. И говорят, у вас такие красивые волосы, давайте сделаем фотосессию с какими-то цветами. Я согласилась, потом профессиональные фотографии пошли, и с тех пор как-то стало все больше, увидели больше красивых фотографий, больше профессиональных, и стали больше предлагать. Соответственно, так вот возрос мой Инстаграм. К чему это пришло? Пришло к популярности в Инстаграме. То есть не только в Инстаграме, в разных соцсетях стали звать какие-то журналы, какие-то фотосессии, типа вот вы популярная в Инстаграме, расскажите, как вы добились этого. У тебя образование какое? Юридическое, я юрист, я работала. Родилась я в Ростове-на-Дону. Да, родилась я там. Вот. К сожалению, мы переехали через 3 дня, потому что, когда меня мама родила, она стала инвалидом. Она полгода не могла ходить. Вот. И я поехала к бабушке и росла в Грузии до 1 года. Ну, это было в Мингреле, представляете? В Мингреле росла до года, потом мама встала на ноги, мы вернулись уже не в Ростов, а в Москву, и с тех пор живем там. Сопелская, Мухури. Там было прекрасно, я все свое детство, можно сказать, провела там. То есть я летала только летом. Вот, и бабушки, дедушки, все там были. Детство было прекрасное. Я не хотела никогда от них уезжать, всегда плакала, как так, как без бабушки, без дедушки. Я постоянно маме говорила, давай их привезем в Москву. Они никак не могли оставить свой дом, и, соответственно... Мими, мы ведь серем мегрулици. Мегрулици. Мартла? Да самое главное, что это чадихар мегрулат салброк. Да, мегрулат лапаракоп, картулат. Бабушка у меня вообще на русском говорит, потому что она преподаватель русского языка, была директором школы очень много лет. Дедушка у меня историк. В общем, вся семья у меня педагог. Როდესაც ახსენებენ მიმიშელიას, ამბობენ, რომ ის ძალიან გავს ირინა შეიქს. და მართლა ვადასტურებ ამას, იმიტომ რომ მართლა ესეთ პირდაპირ კონტაქტში საოცარი მსგავსება გინახავს თუ არა ოდესმე და შენ მოგწონდა თუ არა ირინა შეიკი, გინდოდა თუ არა მასთან შეხვედრა? Რა თქმა უნდა, სულ მომწონდა эта женщина, просто она настолько красивая, что я не знаю. Для меня она номер 1. И когда я в первый раз с ней увиделась, позвонил мой друг. В Москве мы тогда были, он сидел в ресторане и говорит, приезжай. Я подумала, ладно, приеду, хорошо. Смотрю, сидит она. Я такая, опа, неужели сбылось? Я увидела ее, она очень-очень, правда, хорошая, красивая. Она мне сказала, правда, что мы так похожи. Потом я сделала это наше знаменитое селфи, которое разлетелось по всему интернету. Вот, наконец-таки, двойник Ирины Шейк, встретилась с ней. И да, действительно, есть, говорят, что мы схожи, похожи. Некоторые, конечно, говорят, что вообще не похожи, что я прибегла к пластической хирургии, чтобы стать похожей на нее. Но кто верит, кто не верит. Კარგი. რადგან ახსენე პლასტიკური ოპერაციები, მითხარი შენი დამოკიდებულება ამ თემისადმი და შენ მიგიმართავს თუ არა?
Ара, გაკეთებული არაფერი არ მაქვს. Пока что вроде бы я не дошла до того момента, что мне что-то надо сделать. Если там я достигну какого-либо возраста, когда мне понадобится что-то, конечно, я сделаю, что надо будет там подтянуть, не подтянуть. Я считаю, что это нормально, если это помогает человеку как-то быть более уверенным в себе, почему бы не делать? Тем более 21 век, все это делают, и я считаю, это нормально. როდესაც ჩვენ საუბრობთ Instagram-ზე, რას ნიშნავს გარდა იმისა, რომ პოპულარული ხარ, როდესაც ყავს ამდენი გამომწერი, არის თუ არა ეს ბიზნესი, არის თუ არა ეს შემოსავლის წყარო? რა თქმა უნდა. გააქვს ესეთი წინადადებები, დაუშვათ სარეკლამო წინადადებები, ეს არის შენი შემოსავლის წყარო? Арикс, მაგრამ თავარი არ არის. Რა თქმა უნდა, меня содержат родители, но это можно сказать как хобби. Это Инстаграм, и да, если мне что-то нравится, там какие-то съемки или что-то, за это мне платят, и это опять же коммерческие предложения. Раз უპასუხებ შენ იმ ადამიანებს, რომლებიც ესე კრიტიკულად შენიშნავენ, რომ ვინ არის? რას მიაღწია და არის მარტო Instagram-ის ვარსკვლავი. აი რა გააკეთა იმისთვის და უბრალოდ დებს ფოტოებს. ადრე ძალიან ცუდად რეაგირებდი ამ ყველაფერზე, ნერვიულობდი სულ, ვაიმე დედა რატომ წერენ ეგეთ რაღაცებს? Неужели правда они считают, что я такая? Я очень переживала, 24 часа сидела и постоянно просматривала, кто что пишет, зачем, как. აი გახსოვს ისეთი კომენტარი, რომელიც მე როც ყველაზე ძალიან მოხვდა. რა თქმა უნდა. ისეთ რაღაცებს წერდნენ, რომ вот кто она такая, бездельница, ничего в этой жизни не сделала, и почему вдруг она стала кем-то там, и у нее столько подписчиков или еще что-то. Я считаю, что для кого-то я что-то сделала, для кого-то я, может, ничего не сделала. Ну, Инстаграм — это не только красивые фотографии, выставил, встретился с друзьями или еще что-то. Помимо этого, я делаю благотворительность в Инстаграме. Вот недавно я, опять же, помогала Лене Перминовой, у нее есть свой фонд «СОС by Лена Перминова», и она помогает детям, которые там больны онкологией или еще что-то, и я ей предоставила такой лот, как майки футболистов Челси. Я с ним, одним из футболистов, общаюсь, он мой очень хороший друг, и он предоставил... Тибо Куртуа, вратарь. Вот, и он помог мне, прислал майки, соответственно, мы их продали и заработали около 15 тысяч евро и перечислили все ребенку. Შეგიძლია მომიყვე ერთ ფეხბურთელზე შენს ცხოვრებაში, შენს მეუღლეზე? Что вам рассказать? Ჭანწორიაზე, რომელსაც მე ვიცნობ. Да, я знаю, что вы его знаете. საინტერესოა, სად გაიცანით? Познакомилась я с ним, к сожалению, в Инстаграме. Да, это было, наверное, в начале, когда я только начинала. Я открыла Инстаграм я в 19 лет, а в 20 лет мы уже познакомились. Он написал, мы что-то общались, общие друзья, знакомые и так далее. Обязательно вообще про него рассказывать? Нет, ты знаешь, что интересно? Вот, როდესაც ხდები ფეხბურთელის ცოლი. Да, но он настолько плохо поступил со мной, так не хочу о нем рассказывать. Карги. Мне кажется, без него обойдемся. Ай, რა არის შენი გეგმა? Აი, რისკენ მიდიხარ? რა გინდა რომ გააკეთო? იმიტომ რომ იურისტის დიპლომი გაქვს. სწავლობდი ლონდონში, ხო? Да. В Оксфорде, в Лондоне. Отучилась везде, где можно было, потому что папа очень сильно настаивал всегда на учебе, и поэтому как можно было дальше отправить, учиться и получить образование. შენ მიხვდი რომ იურისპრუდენცია ეს არ არის შენი საქმე? Совершенно нет. მაგრამ ისწავლე იმიტომ რომ ხათრი ვერ გაუტეხე მშობლებს. Конечно. Висწავლე. В какой-то момент даже работала. Мартла? В суде. Мартла? Да, правда. Я работала в суде, и настолько я понравилась судье самой, что она просила меня остаться, но я пришла домой и сказала родителям: извините, вы хотели диплом, я вам его принесла. Я говорю, отучилась 6 лет, все, теперь можно, дальше я буду сама выбирать, что мне делать и как. Я сказала, ладно, делай, что хочешь, главное, образование у тебя есть. შეიძლება აი რაღაც რამდენიმე საიდუმლო ან რამდენიმე წესი, მაგალითად რეცეპტი კარგი селфис. Конечно. А вы митхари. Ну, я, например, как фотографируюсь. У меня вот этот профиль не очень хороший, профиль вот этот лучше. Поэтому я постоянно... Можно продемонстрировать? Конечно, продемонстрирую, как фотографирую. В общем, беру я телефон, камера фронтальная,
И главное, чтобы был свет. Нам повезло сегодня, что свет хороший. Беру вот так вот телефон. Нужно быть, как всегда, в форме, накрашенной, не накрашенной, неважно. Главное, чтобы лицо было чисто. Ага, макияж, аромакияж, неважно. То есть я имею в виду без прыщей и все такое. Но для этого есть программа, я вам потом скажу. То есть, и вот обычно берешь, фоткается, свет, вот вид у нас тоже неплохой, болото, но ничего. И вот как-то так получается, могу даже показать. ძალიან ლამაზია, მაგრამ მე მგონი ეს ტექნიკასთან არაფერ კავშირში არ არის, უბრალოდ მოდელია ლამაზი ძალიან და ძალიან მარტივია. В основном у девушек, у которых, например, я не блещу фигурой, это правда. У меня нет такого, что и Ани Макрова, я модель, там, 2-метровая или еще что-то. Я стараюсь выставлять селфи, потому что у меня это получается. И, наверное, у меня единственная, самая красивая деталь в теле – это мое лицо. Поэтому я как-то пытаюсь его, можно сказать, репрезентовать. И поэтому у меня так и получается. Გახსოვს თუ არა фото, რომელმაც ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა? Когда одна была, я, кстати, в Батуми была. და დავდა ერთი селфи და დავაწერე ეგეთი статусы, რომ ночь не так черна, как люди. И у меня там 42 тысячи лайков. О, Мими, что за статус? То есть они в основном, кстати, я заметила, обращают внимание тоже на то, как ты подписываешь фотографии. Это я, можно сказать, учу всех людей пользоваться Инстаграмом. Ага, ну правильно, да. როდესაც ჩამოდიხარ საქართველოში და თბილისში, სად მიდიხარ, როგორ ერთობი, ყავს თუ არა მეგობრები? ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. Это, наверное, самая важная составляющая в моей жизни, это мои друзья. Я без них никуда, без них жить не могу, постоянно вместе. Вот одна из них даже со мной сейчас, сегодня здесь. Мы с ней прилетели из Москвы, поехали сразу отдыхать в Батуми. Послушай, выходит ერთი თვე. Тбилиси я люблю больше всех на свете, потому что... Тбилиси რა ადგილებში დადიხარ, რა გიყვარს? მიყვარს ჭამა. Ресторанებში, ქართული рестораны. Это, наверное, самое главное, что я здесь делаю. Это хожу в первую очередь, как только прилетаю из самолета, сразу в ресторан. Формაში ყოფნისთვის რაღაცაზე უარის თქმა არ გიწევს? Нет. Აი როგორ ინარჩუნებ формას? Форму я как-то держу, это когда в Москве я хожу в зал. Რამდენჯერ კვირაში? 3-4 раза в неделю. Я пью очень много воды. Очень много воды. И, можно сказать, меня постоянно спрашивают, как ты, Мими, держишь себя в форме, ты кушаешь, не поправляешься. И мама меня научила такую вещь делать. Самый грелощик, как мед. Рагацнай, тапли, я не знаю, как там. Может, и вам тоже передам, вам понравится. Каждый раз я делаю настойку перед сном. Вода, мед ложка и 3 капли лимона. Это нужно утром пить натощак. Я вам клянусь, за месяц я похудела на 5 килограмм. Да, спокойно ешь, и ты просто настойку пьешь каждое утро. Гардероби. შენ თვითონ ზრუნავ თუ დაუშვათ იგივე აი სარეკლამო მიზნით გაძლევენ და ასე იცება შენი гардероби? Нет, мой гардероб не пополняется имитро вიღაცა в целях рекламы. Потому что в основном я отказываюсь. Имитро გაჩნია ვინ არის. Თუ ვიღაც ახლობელია, то я как-то иду на какие-то примирения. Хорошо, я выставлю вашу одежду. Но в основном нет, я сама покупаю. Или опять же мама мне покупает. Стиль опять же мама постоянно. Ой, одень это, одень то. И я не слушаюсь. Нет, не хочу. Потом полос майнсисева кэтим როგორც зачем. დედას ბევრჯერ ახსენებ და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია შენ ცხოვრებაში. Да, она моя лучшая подруга. Тинейджерობის ასაკშიც არ ყოფილა, რომ რაღაც არ უჯერებდი? Нет. ან რაღაც ის Всегда было наоборот, потому что я, наверное, все-таки одна в семье, и поэтому у меня такое, что родители все время свою любовь мне давали. Თან ალბათ იმიტომ რომ деда чем гитхарит, что инвалидом была, как-то на меня это, может, и действовало в том плане, то, что вот, маму нельзя там обижать, вдруг, не дай бог, опять что-то с ней рагаться, албат из чамрча. Но она очень близкая мне подруга. Нет такого, чтобы я от нее что-то скрывала. Она вообще знает абсолютно все. То есть есть же некий барьер между детьми и их родителями. У меня нет такого. То есть она знает все.
И я знаю, соответственно, все. Она мне дает советы, она дает всегда правильные советы. Бывает такое, что я ее ослушаюсь, но нет такого, что я ее не слушаю. სიყვარულზე ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში რომ ვისაუბროთ, გიფიქრია იმაზე, რომ აი როგორი შეიძლება იყოს ის ადამიანი, რომელიც შენ სიყვარულს დაიმსახურებს. Да, я думала об этом. И этот человек должен быть в первую очередь предан, что очень важно, потому что я могу затронуть ту тему, что я была замужем, вы это знаете. Вот. И было не очень хорошо то, что я была замужем, но არ გამომივიდეს ისე რომ ცუდს ვლაპარაკობ და რაღაც, как обычно это бывает, что люди расстаются и начинают плохое говорить. Нет, ни в коем случае я не буду плохое говорить, но просто там не было доверия, что самое важное, и постоянные обманы, что для меня это уже неприемлемо. И я никогда не буду воспринимать серьезно человека, который меня будет обманывать и сделать что-то. ძალიან ხშირად ბევრს უკვირს, რომ შეიძლება ეს ძალიან ლამაზ გოგოსაც მოვიდეს. რატო ხდება ესეთი რაღაცეები? Хотела бы как раз-таки об этом сказать, что это не важно на самом деле, ты красавица или не красавица. Люди такие, когда... Вот я, например, открытый человек. Არ გამომივიდეს ისე, რომ самореклама, что я такая-то რაღაცა или нет. Я очень открытая, и, к сожалению, я не получаю той отдачи, которую я даю. მე ვიცი მეგობრობა, ვიცი ნათესაობა, ვიცი როგორ უნდა поддерживать людей. И это главное, что не всегда делают со мной. То есть у меня было такое, что я доверяла, я дружила там раньше с кем-то, и меня предавали. То есть я как-то раз закрыла глаза, 2, 3, но вот уже прям... Поэтому я не доверяю людям. Раньше доверяла всем, радостная ресети вიყავი, რომ აი розовые очки, и все прекрасно. Сейчас нет. Сейчас я научилась, и я поняла, что нельзя всем открывать душу, и нельзя быть слишком наивным. როგორ ხედავ შენს თავს 10 წლის შემდეგ? Не знаю, дожить бы мне. Если честно, вижу я себя уже мамой нескольких детей, счастливой. А შენ კიდე ბევრი შვილი? Да, я очень. გინდა რომ დიდი ოჯახი გქონდეს. Потому что я же одна в семье, и поэтому я всегда как-то... В детстве я была эгоистом, никогда не хотела ни брата, ни сестру. Но когда ты с возрастом уже понимаешь, что вот через там много лет ты останешься одной, это ужасно осознавать. Поэтому братку, да, хочу, чтобы у моих детей были братья, сестры и так далее. მე მინდა რომ ძალიან ლამაზმა გოგონა მართლა Instagram ვარსკვლავმა მიმი შელიამ აი მინდა რომ ეს მოულოდნელი რამ გააკეთო, შემო მითხარ რომ მეგრულად საუბრო. მეგრულად ვილაპარაკო. არა, მოიკითხებებია მეგრულად. ინტერესებს გამოცმები. მეგრულად ხო? Babe, Masi, Miork. ეს ხო მიმი შელია, ეკა ხოფერიას ტოქ-შოუში. Спасибо. დიდი მადლობა. ამბავი საქართველოზე, სადაც ყველა მღერის, ამბავი ერთ ბიჭზე, რომელმაც მისი პირველი სიმღერა 3 წლის ასაკში შეასრულა. შემდეგ იყო ნუცას სკოლა, ჯეოსტარი, დისკის პრეზენტაცია და უკვე დღეს მისი პირველი სოლო კონცერტი. ამბავი აჩიკო ნიჟარაძის შესახებ. Sama radondove Badara chemo badara Sevdi sama radondove Badara chemo badara Zamodi zakho დამინბრის ყვავილებს ჩაგიცნავთ მერში და ცის კამარას შემოგაფრე პატარა ჩემო პატარა და ცის
დიდი ხანი ემზადებოდი, აი რა როგორ მიდიოდი აი ამ კონცერტამდე? კონცერტისთვის მზადებას ძალიან დიდი დრო ჭირდება და დიდი შრომა, მაგრამ რაც შეეხება ამ კონკრეტულ კონცერტს, დაახლოებით 2 თვის წინ დავიწყეთ ამ კონცერტზე მზადება. თუმცა სიმღერების შესწავლა, იქ რაღაც რეპერტუარის შედგენა უფრო ადრე. დიდი ხანია ამაზე ფიქრობ, რომ რა და როგორ და პირველი კარგი ქართული სიმღერა რომელი იყო შენს ცხოვრებაში, რა ასაკიდან გახსოვს? პირველი სიმღერა, რომელიც ჩემი ხმით არის ჩაწერილი, ვარ 3 წლის, იქ ვღერი ვარ საყვარლისა და ეშხითა. პატარა ვარ ძალიან და აი ეს მულტფილმიდან, კინოდან ეს მელოდია, რატომაც ავიკვიატე, ავითვისე. ეს მომკიდეს ხელი და წაგიყვანეს მუსიკალურ სკოლაში და ანსამბლ ბიჭებში მოხვდი 6 წლის ასაკში და იქიდან დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯების სცენაზე. აჩიკოს ვიცნობ მის მერე რაც უკვე დაიწყო სიმღერა. ჩვენ ერთად მოვიგეთ ნუცა სკოლა, ერთად მოვიგეთ ჯეოსთარი და დღემდე ვარ ძალიან ახლო ურთიერთობაში, ჩემი ოჯახის წევრივით არის და ყოველთვის ვეხმარებით ერთმანეთს და დღეს ძალიან მიხარია რომ ესეთი ლამაზი დღე აქვს და ლამაზი კონცერტი. გავიხსენებ აჩიკოს ბავშვობას. ქართული ხმების შვილების ანსამბლი შეიქმნა, ჯერ უნივერსიტეტის არ იყო. პირველი მღეროდა აჩიკო ჩვენთან ერთად, იყო ძალიან პატარა ბავშვი და ყველაზე ცელკი თუ რამე გვინახავს ცხოვრებაში. მე მგონი ყველა ფილმი არის აჩიკოზე გადაღებული, თუ რამე გადაღებულა ცელკ ბავშვზე საერთოდ. და მაგარი პირველი ხმა იყო სვადაში. ესე იგი ისეთ ცელკი იყო, ბოროს მარტო რჩებოდა ხოლმე ოთახში. მიხარია რომ ვართ ძმები, მეგობრები და გვაქვს უამრავი გეგმა. ძალიან მიხარია რომ ჩვენ მეგობრობთ და ჩვენ მისი მეგობრები ვართ. მახსოვს ჯეოსტარის ამბები, მახსოვს ეს ფრაზები, რომ ახალი გოგი დოლიძე, მე ის რო აი ცოტა სხვანაირი რაღაც კიდე უფრო ინდივიდუალური, მოკლედ საოცარი პოპულარობა იყო და ეს შემისწორეთ თუ არ ვცდები, ეს პირველი ჯეოსტარი იყო? ეს იყო პირველი ჯეოსტარი და მანამდე იმავე წელს პირველი ნუცა სკოლა. ნუცა სკოლაზე ჩვენ კი. ნუცა სკოლის და მე პირველი გამარჯვებული ჯეოსტარის, აი რაღაც აეწყო ის წელი თითქოს ძალიან წარმატებული წელი. ახალი არის ამ კონცერტში ის რომ ეს არის ბენდი, ხო? მე ჩემთვის ხო სიახლე არის. აი რა არის კიდევ შენც მნიშვნელოვანი დღევანდელ კონცერტში? ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის რომ საერთოდ ვიძგი მივცეთ ყველა მომღერალს რომ ცოცხალ ბენდთან ერთად იყოს ბევრი კონცერტი. მომავალმა თაობამაც აი ვიც წამოვა ახალი იმათმაც იცოდე რომ ბევრად ჯობია ცოცხალ ბენდთან შესრულება. რომ ვიცი სხვასაც ვარგუნე ის ლუკმა უფრო გვილია მე რამდენ როსაც ვიშოვი ყველაში ძმა კაცილია ქვეყანა ჩალა და რაგის სიცოცხლე ძალა და რაგის კითხოდეს ქვეყნის სიმდიდრე თლამას კალა და რაგის ქვეყანა ჩალა და რაგის სიცოცხლე ძალა და რაგის კითხოდეს ქვეყნის სიმდიდრე თლამას კალა და რაგის რასაც ვიშოვდი და ვხარჯავ ცხოვრებას გემოს გაუგე სამის მაგივრად გულისხმობს გოდრით მიღაგებს საუხე შერო მაგროვებრად გინდა გაბრმავებს ოქროს ღრიანი გიჯობს ქეიმში დარიო ცხოვრება ოქერდიანი ქვეყანა ჩალა და რაგის სიცოცხლე ძალა და რაგის გითხოდეს ქვეყნის სიმდიდრე თლამას კალა და რაგის ქვეყანა ჩალა და რაგის სიცოცხლე ძალა და რაგის გითხოდეს ქვეყნის სიმდიდრე თლამას კალა და რაგის თლამას კალა და რაგის თლამას კალა და გაგაცნობთ, ეხლა ეს არის ჩემი შვილი და მოვიდა გულშემატკივროს მამიკოს კონცერტს ესწრება და ეხლა თვითონ გეტყვით რა უნდა. რას ეთქვი მა? ირავორა სიმღერე. აბა იმღერე. ირავორერა, ირავორერა, მიგიღე.
წარმოგიდგენია თორე შენი თავი მუსიკის გარეშე? არა, ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ ჩემი მთელი ცხოვრება დაკავშირებულია სიმღერასთან, მუსიკასთან და ამ ნიჭმა და ამ თქვათ სიყვარულმა მუსიკის მიმართ უამრავი კარგი მეგობარი, უამრავი კარგი ადამიანი გამასცნო და თუ მე დღეს ვარ ბედნიერი და ჩემს გარშემო არიან კარგი ხალხი და კარგი ადამიანები, მე აი ამ ხრივ მყავს ეს ადამიანები შემოკრებილი როგორ, ანუ ჩემი სიმღერით, ჩემი სითბოთ, ჩემი სიყვარულით, ჩემი მეგობრობით და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ერთად მუსიკის თანხლებით. ეს. კარგი, მე კიდე ძალიან მიხარია რომ შენი პირველი სოლო კონცერტის თანამონაწილე ვარ და მადლობას გიხდი, ეკა იმედთან ერთად. მარტო ჩემი სახელით არა, ყველა სახელით ვინც ქართულ სიმღერას ჟღერის, გიხდი მადლობას იმისთვის რომ შენს ბევრ გადაცემაში ქართულ სიმღერას პოპულარიზაციას უკეთებ და დიდი მადლობელია. პირიქით, დიდი სიამაყე. Para estúpidas da será. Dame la mano a fame dinero. Spegni tutte le stelle, più brillare le che c'è. Nascondeme la luna, se non so qua. Fammi scorda che quasi Stasera dame una mano a fare di sì. Dame una mano a fare di sì. Sei tutte le stelle più brillare che puoi e un friccico di luna tutto per noi. Fai sentite quasi primavera. Che fa cri-cri. Prestami il ponentino, più malandrino che c'hai. Roma regge il Mermogolo stasera. Prestami il ponentino, più malandrino che c'hai. Roma regge